გამარჯობა მეგობრებო, დაბრუნდით ახალი ვიდეოთი, ვისაც წინა ეპიზოდი არ გინახავთ, შეგიძლიათ უყუროთ. ნუ თამაშობთ ცხენების თამაშს. ქართულად ესე ითარგმნება. აქეთ აღარ მახსოვს რას ვაკეთებდით. მეჩა ჩვენ თავლაში მივიდეთ, შევიხედოთ რა ხდება. ეს რა არის? ეს რაღაცა მეჩა ეს რამდენი ცხენი ყოლია აქ. ყველას ეძინება, რაც რა ხდება ნეტა. საჭმელი გვაქვს? ფული კაიბლობა თქონია. გვაჯის შია. კაი, საჭმელზე დავედით. მამაცის, რა ღირს 150. არა უშავს. ვიყიდოთ ეს. აჰა, მიირთვით. კაი. ეხლა ნახოთ რა ხდება. ავა გვაჯი, მიდი გაიქეცი. აი, ეთყობოდა რაღაცა სუდად გქონდა ამ საქმე. კაი, შენ გვაჯი გარეთ გავუშვათ. ოპა, ის რაღაცა მაგარი ცხენი ჩანს. ცოტა ღირებების აქვს პერსპექტივა, მაგრამ ესეთ არ ჩანს ხოთა შორის ცუდი ცხენი, რავი. ესეთ ნორმა. კაი, ეს ნახოთ რა. ტეტრისი. ტეტრისიც ცუდად არ დარბის. ნელი არის აშკარად, მაგრამ და ეს გვაჯის მამა იქნება ეს. კაი, ესეც შვილთან ერთად გარეთ. უი. კაი, ეს არ ვიცი სამწუხაროდ ეს ცხენი დიდად ვერ არის და გავუშვათ სამივე. ალბათ თქვენიცით. ნუ ტეტრისი დაგვრჩა, ეს როგორც მახსოვს ძალიან დიდი ფეხები აქვს და ვერ დადის. კაი. ამის შვილს გავატანთ ფეხსაცმელებს. მოდი. ნახოთ აბა. ეს შევხედოთ რა სიზავს. ესეც არ იყო ცუდი ცხენი და ტეტრისი მე მგონი ერთ-ერთი კარგი საუკეთესო იყო. შევიდეთ ახლა აქ და ვნახოთ რიგრიგობით. აბა, დავედით. ესე იგი, მოწინააღმდეგები ვნახოთ ვინ ყავს, ნამცხვარი ყავს აქ. ერთი რეისი აქვს და არ მოუგია. პლანეტარიუსი, ესეთ შეხვდა მე მგონი და მაშინ დავამარცხეთ თუ აყირავდათ რაღაც იგივე. მადამ ბოარი, ერთი რეისი აქვს, ამასაც არ მოუგია და no, but it is marks. შვილები ყავს ბევრი. საკმაოდ ასაკიანია. კაი, არ ვიცი, აქედან დიდი ალბათობით აი ეს ფანკეიკი იქნება ჩვენი დიდი ოპონენტი. დანარჩენი სხვები ვნახოთ. აბა მიდი. რატო დგას ეს? რატო გამოშტე? აუ. კაი, ესეც დიდი ვერაფერი ვერ ქნა, ესე იგი ამასაც გავუშვებ ცოტა ხანში. ტეტრის მოუგია თამაში, ნახე. ტეტრის ერთი რეისიდან ერთი. და ტეტრისი შვილი იყო გვაჯის მამა. კაი. ტეტრისი ამაზე ხო არ გავუშვათ. რაო? ორი რეისი მაინც უნდა მოიგოს, რა ჩემპიონი გახდეს. კაი. აქ დიდად აღარ შემიხედავს, მაგრამ ალბათ მოიგებს ეს. ტეტრისი აურანელა დადის, მაგრამ სტაბილურად დადის და მაგის გამო მოიგოს ავარაი. აუ, მაგარი ბრძოლა არის. კაი, ყოჩახ ტეტრის, მიდი, ყოჩახ ტეტრის, მიდი. არა, აუ. ცუდია. საერთოდ არ ეტყობოდა რომ ტეტრისი ამოტრიალდებოდა.
ამას რა გვაქვს საქმე? ამასაც მოუგია, მაგრამ უკვე საკმაოდ ასაკშია. კაი, აბა სხვები ვნახოთ. ეს 8 წლის ცხენია. ნუ ვინ გამოუშვა 8 წლის ცხენი არ ვიცი. ეს 2 წლის არის, მაგრამ რაღაცა ცოტა ფეხები არ მომწონს, ამის გრძელია თითქოს. გასაყიდი 2, რომელსაც შვილი ყავდა და ნუ ორივე დიდად ვერაფერი ვერ გამოუვიდა და Pokemon Go 3 წლის არის 2-დან 1 აქვს მოგებული. აი სავარაუდოდ ეს არის სახიფათო. თუ წესით არ წაიქცევა, უნდა მოვიგეთ ეს ბრძოლა. აუ ეს ისე. ოპა, აი რატო იყო გასაყიდი აქ? მიდი. ნუ აუ არა ნახე რას გარბის ეს. ოპა, ისე წამოყირავდა. არა, რა ქნა ეს რა არის? კაი. სამწუხაროდ თავლაში არც ერთი ნორმალური ცხენი არ დაგვრჩა. მეგობრებო, ესენი ყველა უნდა გაუშვოთ გარეთ. და ჩვენ ნავიპოვოთ ახალი ცხენი. ლასოები აუცილებლად დაგჭირდება. 3 ცალი ვიყიდეთ და ნახოთ რა ვინმე იქნება ვიპოვოთ. ეს კარგი ცხენი ჩანს. ისიც საინტერესო ჩანს. მოდი ეს 2 ცალი დავიჭიროთ. კაი, იმედია ძალიან მოხუცები არ არიან. ამას ჰიტლერს უგავცხვიამ და მის იქნება ჰიტლერი. ეს ვინ არის? აუ, ეს რა ხელა არის, აუ. 8 წლის არის. დღეს ამოყდა. ეს რა არის? რანაირი რქები აქვს? გვაჯის მამა. ერთიდან გვაჯი. აი ზუკანი ხوار დავიჭიროთ რაღაცა, მაგრამ რაღაცა ძალიან ცუდი ფეხები აქვს. რა ხდება ეს რამდენი ცხენია დაღუპული? რამე ვირუსი ხო არ არის, რატო იხოცებიან ამდენი? აუ, ის ცხენი რა კარგი ჩანს. რაღაცა მაგარი ცხენი ჩანს ეს. თანახმადია. კაი. მაგარი ჩილკები აქვს, რავი. მოდი მივიყვანოთ სახში და ამ სავარში მოვიფიქრებ რა დავაკვოთ. აბა გავტესტებ როგორ დარბიან. აბა მიდი ჰიტლერ. აუ, კაი რა. შენ. ვაიმე. მეგონი ყველაზე მაგარი ცხენი ვიშოვეთ. ოჩახ. ოპა, მეგონი მაგარი გაგვიმართლა და ძალიან მაგარი ცხენი ვიპოვეთ. სამწუხაროდ ჰიტლერს მეგონი გავუშვებ. წავედით. მოდი უსეინ ბოლტი დავარქვათ. კაი, მოდი აბა ბოლტი. აბა ვნახე. მიდი. კაი, ესე იგი consider it won. ჩათვალე რომ მოგებულიაო. ნუ ეს ჰოკუს-პოკუსია და რაღაცა. დიდად, აი ეს შეიძლება ის იყოს. პირველი ნომერი ცოტა ისეთი ჩანს. ეს რაღაცა უცნაური ჯიშის ირემი გავს, მაგრამ ეს ვერაფერს ვერ იზავს და no but in this of March საკმაოდ მძიმეა ეს არა. თავრობდოთ პირველი ნომერი. თუმცა საკმაოდ კარგი ცხენი ყავს, ამიტომ შეიძლება მოვუგოთ. თავი წინ არ წაიქცეს. მე გაიჭედა. კაია. ეს რა არის? ეს როგორ გარბის? ვახჩემ.
ოჩა, მიდი ბოლტი, მიდი. ცოტა დარჩა ბოლტი, მიდი. არა. მიდი, ოჩა. ბოლტი ოჩა ბოლტს. გაია. 200 მოვიგრო დამასაბაში. კაი ბოლტი მაგარია. ბოლტმა დაისვენა დღეს. მიდი ბოლტი მიირთვი. კაი. კიდევ ერთი რეისზე გავუშვათ ბოლტი. თუ ესეც მოიგო, უკვე უნდა ვიფიქროთ ამისთვის კარგი მეწყვილეზე, რომ კემპერამენეჯერ გენები დავინახოთ. ეს საკმაოდ სახიფათო ჩანს, იდეალური კუდი, დიდი თავი, ანუ არც ეს მხარეს არ უნდა გადაგორდეს. ეს დიდი ალბათობით ყირამალზე გადავა, ეს არ ვიცი, სხვათა შორის ცოტა საშიშს გავს, მაგრამ შეიძლება არ გაამართლოს, აბა ვნახოთ. ისევ საკმაოდ კარგი პოტენციალი გვაქვს. აი, სამი უკან ჩამოვიტოვეთ, ეს ძალიან წვალობს. ჩლიქები აქვს ამას იდეალური ბოლტს რა. ოჩა, მოვიგეთ. ძალიან მარტივად მოვიგეთ. ოკეი. კაი. აუცილებლად გვინდა რომ ბოლტის გენები შევინახოთ რა. კაი, 2 ცალი თამაში მოვიგეთ, კიდევ 3 ცალი ვიყიდოთ, კიდევ ერთი კარგი ცხენი გვჭირდება აუცილებლად. აი ეს საკმაოდ კარგი ჩანს. მაგრამ კუდი დიდად არ მოგწონს. არ ვიჩქაროთ. სხვას ვიპოვოთ. აი თითქოს ეს. აბა გვაჯის მამაო, აუ კაი რა. იგივე ცხენი დავიჭირე. მაგრამ არა მოიცადე. მშობლები ყავს ამ გვაჯის მამა არის ამ მშობელი და კიდევ ვიღაცასთან შეჯვარდა. კაი. ეს ცხენი ჩანს რაღაც საინტერესო, მაგრამ ეს ჩლიქები არ მომწონს ამისი. ნახოთ რა სიზარდა და ვერაფერი ვერ იქნა გარდაიცვალა სამწუხაროდ. აი. მოდი. ამასაც კაი ჩლიქები და თავი აქვს. კაი. კიდე ერთი ვნახოთ. მე კარგი. აი ესეც კარგი ჩანს. მაგრამ რაღაცა ერთი ფერი არ მომწონს რა. რამე. აი ეს ცხენი. აი. მიდი ძალიან მოხუცი არ იყო ეს. არა, 2 1 აი ეს ხო 3 წლის არის. ისიც ცოტა მოხუცია, მაგრამ საკმაოდ კარგი პოტენციალი ჩანს, როგორც ხედავ. კაი, ძებნით ხა სახლში გავტესტოთ. ეს რა არის? ეს რა არის? აკეთებთ. ოკეი. კაი. კაი, აბა გავტესტოთ ერთი ეს რატო არის ამ შივრები არ ვიცი, მაგრამ აბა მოდი. ოპა, ძალიან მაგარი სიჩქარე აქვს. ცოტა რისკი არის, რომ მეგონი ამოყირავდა წინ გადავარდა თითქოს რა. მეგონი ეს და უსეინ ბოლტი კარგად შეჯვარდებიან, აბა ეს ნახოთ. ცოტა მძიმედ დადის, მაგრამ თითქოს ამასაც პოტენციალი. ხო, ნუ მოკლედ ჩლიქებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც უყურებ რა. აი, ესეც კარგი ცხენია. უსეინ ბოლტმა უნდა დაისვენოს. კაი, ნუ რასაც უყურებ, ხვალე ბევრ მატჩში მოვიგებთ. 4-ვეს წავიყვან, გავტესტოთ 4-ვე როგორ გარბიან. უსეინ ბოლტი. მოდი შენი ავი გვაჯის მამა. მოდი შენი ავი მესი. არ ვიცი, გასა მომეწონა. შენი ავი მოდი რონალდო.
შენი ყავი რადგან ცოტა ასაკი დიდი ხარ რონალდინიო. კაი, დავიდით. საფეხბურთო ნაკრები მიყვავს ამ ხანაგურ მატჩში. აბა წავიდა. რამბუტანი. აი ეს სუქნები მაშინებს ხომ ყველაზე მეტად რა. მეგონია იქ პირველი და ალტერიგო არა მგონია იქ უფრო პირველი. იქნება ცოტა კონკურენტი. მარტო ეს თუ მოვიგოთ მაინც რა. ოპა, მესი რატო გაჩერდა? მიდი მესი. არა, არ წაიქცე. მესი. არა, მესი, არა. აუ, მესი, არა, გვაჯის გენები არ ვარგა. რო შევაჯვარ, შეიძლება კარგი გამოვიდეს. ეს რო იყო. კაი. რონალდო, მოდი, აბა, მოდი. მესი ჯობია თუ რონალდო? ეს ვიცის რომ წაიქცევა. აქ თავარია თვითონ არ წაიქცეს რა, დიდი ალბათობაა რომ უკან აბრუნდეს, მაგრამ ნახოთ. აუ, რანელია რონალდო. მიდი რონალდო. მიდი. Worst pace scenario. ეს მეორე აშკარად ცუდად მოძრა. ოი. პლანეტარიუსი პირველად დავინახე წამოდგა. ნუ მეორე ნომერს შანსი მაინც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რონალდო ძალიან ნელა მოძრაობს რა. ნახოთ, ვახჩემ პლანეტარიუმი. მიდი რა, ამასაც რო ვერ გაუძრებს სირცხვილი. ოპა, უკან წავიდა. შანსი გვაქვს ეხლა თუ უცებ არა მოკაჩა მეორე ნომერმა. მიდი რონალდო, მიდი. აჯობე მესის. ფული გვინდა. მიდი რონალდო, ცოტა დაგჭა. ყოჩა. რონალდომ ძალიან იწვალა, მაგრამ მაინც მოახერხა მოგება. კი ბატონო, რონალდო ერთი თასი გვაქვს, აბა. რონალდინიო, მიდი. აქ ვინ არის? აი ეს რაღაცა საშიში ჩანს, მაგრამ მეგონი წაიქცევა. კრიკეტი და ოლდმი. ой, მე ფეხსანი ერთად იქნეს. მიდი რონალდინიო. მიდი. კარგად მიდი ხარ. წაქცევა ბალანსი იდეალური აქვს. წაქცევა არ გვაქვს პრობლემა. ოჩა საკმაოდ ნელი იყო, ამ ვერ ვიტყვი იმას, რომ სწრაფად დარბოდა. მოდი უსეინ ბოლტი გავრისკოთ პირველად თამაშობთ ამ მეორე მას, მაგრამ გავრისკოთ უსეინ ბოლტს მე მგონი აქვს პრეტენზია, რომ საუკეთესოებს შორის იბრძოლოს. კაია. მეორე ნომერი მოვიშორეთ. მიდი, კარგად მიდის. პირველი ნომერიც დაგვეწია. ამ ეტაპზე პირველები ვართ, მეოთხე ნომერი აკამბექებს. მიდი, ძალიან ცოტა 2500 ვიგებთ. მიდი ბოლტ, მიდი არ შემარცხვინო. არა. ვაიმე, არა, წამებით მოგვიგო. ცუდია. მოიცა შევისვენოთ, აბა წამი დავასვენოთ 4-ვე. თითქოს პოტენციალი ყველას ქონდა რა. თანხა ეხა რონალდინიო. კაი. ესე იგი, რონალდინიოს პრობლემა ის იყო, რომ კარგი, არა, ეხა კარგად გარბის. რავი, დავიჯერო ამას საკმაოდ შველა, თუ რა ჭირს. იკრანელა გარბოდა. კაი. მოდი აბა მესი ვნახოთ, მესის რა ჭირს. მესის ძალიან კარგი სიჩქარე აქვს რეალურად. მოდი მესის სიჩქარე და რონალდინიოს შეგაჭოროთ. კიფრამე კარგი მივიღოთ. საკუთარ დღეს ვერ გავიკეთეთ. კი ბატონო, უსეინ ბოლტი. ბოლტ აბა მანახა შეგიძლია.
არა და ბოლტი საკმაოდ სწრაფი არის. რონალდინიო რა შვება? კარგი, მოდი დღეს შეჯვარებით დღე გვყავს და ესე ცოტა. კემპრამე კარგი გამოვიდეს. ჩლიქები ნახე რა, არც ის არ გავს. დავიძინე თავად და ვნახოთ რა მოხდება. ამაშია. ბალახები გაგვითავდა საჭმელი. მერმექსით ეს. კი ბატონო, მითვით. კაი, ეს ახალი ხორცი. რომელიც საკმაოდ კარგი ჩან. თავი არ ამოტრიალდეს რა, აი მამამისი რასაც აკეთებდა. კაი. იყოს ეს ნახოთ რა შვება. არა, ფრად არ ვარ გაიჩაჩხა. საშინელებაა. ეს არის საშინელება. საშინელება. ფერით რანაირი აქვს შავი, რა ვიცი. არ ვიცი მედი რამეში გამოდგება. აი რონალდო არ ვიცი, უსეინ ბოლტი მივიცეთ კიდე ერთი შანსი აუცილებლად. რონალდოსი რა გითხრათ, მესი ვნახოთ. მესი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლოში გავხუჭდა. ეს ვნახოთ. ეს იყო შვილი, ხო, მესის და რონალდოსი. არ ვიცი, გადავარქვათ ამას. კარლო ანჩელოტი. წავედით. მიდი, კარლო, მიდი. ესენი აშკარად ახალი ცხენები არიან. ოჩა კარლო, კარგად გარბის? არა. ვაიმე, კუდმა დაიჭირა? არა, არ გვიშველის არაფერი. კარლო, რა ქენი კარლო? სიცხილი. კარლოს პენსიაზე გაუშვებ ხავე. ახლავე გაუშვებ. იმიტომ რომ ეს ჩაიდინა კარლო. კარლო ნახვამდის. მესი თასია რო არ ეკნება, ბაბა, ცირცხვილია. პირველ და მეერთე ტყავდა რა. თავი ძალიან არა. აუ მესი რა კარგია, რა სწრაფია, მაგრამ აი როგორ გინდა რა. მესი ძალიან კარგი სიჩქარე აქვს, მაგრამ სტაბილურობა აკლია რა. გავრისკოთ კიდე. მოდი კაი. შეიძლება რომ მოვიგოს. აუ ეს მეხუთე ნომერი იყო ძალიან ძლიერი, როგორც მოხსოვს. მიდი ბოლტ, მიდი. კარგად მიდი ხარ. არ გაჩერდე. თავი არ გაჩერდე. ვიწევიან მეორე და მეხუთე, მაგრამ მეგონი მოახერხებს. აღარ დარჩა ბევრი. მიდი ყოჩა ბოლტ, მიდი ბოლტ, მიდი. ასახელე, მიდი. ვიწევიან, მიდი, არ გაჩერდე. ბოლომდე. ცოტა დარჩა. ცოტა ბოლტ, ცოტა. ყოჩა. საოცარი ცხენია. რა არის? gift basket-იო. ეს რა არის? legendary silver lasso. ვა. ეს რას ნიშნავს? და ბოლტმა ოქროს თასი მოიგო. აუ არა. კაი მოდი ხა ბოლტი და შევაჯვაროთ მესი, გავაერთო ნახოთ. აუცილებლად თან. იმიტომ რომ
ბოლტი უკვე საკმაოდ ბერდება და აუცილებლად მჭირდება მისი გენები. ორი ცხენი მივიღეთ. ეს პირველად მოხდა. ის რითი რამე პირველად მოხდა. მოიცადე? ნახეთ აბა რა ხდება. კაი. მესი უმცროსი ცუდად სტაბილურობაც აქვს. სიჩქარე დაუვარდა და მაგის ხარჯზე ის არის. ეს ბოლტი უმცროსი. კაი. ბოლტი უმცროსი, უსეინ ბოლტი და მესი. მესი არა, მესის შვილი გვინდა. მესი უმცროსი. რონალდინიო და რონალდო ყოი მე გონჯობია გავუშვათ ველებუნებაში რონალდო და რონალდინიო აბა თქვენ ჩით კაი ბოლტი უმცროსი და უსეინ ბოლტი სამწუხაროდ მე მგონი ეს ვეღარ დადგება მოდი ჩემპიონი რო არის აღარ გვიშვებენ. კაი. შევხედოთ აქ რა ხდება სენდვიჩები. არაფერი არ ქონდა არც ამას. აი რიჩარდი. მეოთხე ნომერი ცოტა საშიშია. და მეხუთეც რაღაცა საშიშად გამოიყურება, მაგრამ მაინც უფრო მეოთხეზე მაქვს ეჭი. აბა ვნახოთ. რიბოლტ. ამას უყურე ნახე როგორ გაიქცა. ოჩახ ბოლტ. კარგი სიჩქარე აქვს შედარებით. მე მგონი უსეინ ბოლტთან შედარებით. რა ჭირს ამას? მიდი. რაღაც ზვიგენს გავს ეს. ძალიან ასე ვთქვათ პრობლემები კი ნაღამ შეგვიქმნა იმ ზვიგენმა. სამწუხაროდ ბოლტს ვერაფერს ვეღარ გვხერხებთ. მოდი აბა ერთი მესი ნახოთ რა სიძავს. ეს ვიცით რომ ვერაფერს ვერ იზავს. ეს ბეგორი ხო, მე მგონი თუ არა მოყირავდა, აუცილებლად მოვიგებთ რა. აი, მესის გენები რა, საშინელებაა. ვაიმე, უკან დავბრუნდით? თუ თამაში ვართ? არა, всё. ასაც ვარტყავ ბოლტის არც შვილმა რივარკა არც მესის შვილმა. ესე იგი კიდევ ახალი ცხენი გვინდა რომ დავიჭიროთ და უნდა ვცადოთ ბოლტთან შეჯვარება რა. ეს silver lasso რა არის ულიმიტო არის ვითო. ისე აქ მაინტერესებდა რომ მე რამე არ დაცურავს რომ დავიჭიროთ. მეგონი საკუთო მოტეთრო რო იყო ის იყო თევზი ანუ ან ზვიგენთან იყო შეჯვარებული. აი მას ვერ ხვდები სამოთხილი რატო არ. ფოტოსები ვიპოვე ეს რამე საფლავს გავდა მაგრამ კაი დილო რამე ცხენი ვიპოვეთ ეს რატო ესეთი რა უცნაური ცხენი არის
აუ რატომღაც მგონია რომ ამათთან კარგად შეჯვარდება ბოლტი გენები. მოდი აქ. ეს დიდად არა. ეს შეიძლება, მაგრამ რა ვიცი. კაი, გავაგრძელოთ მოძებნო. ნუ აქ ის ელექტრო რაღაცები იყო რა. იმი რამდენი ცხენი მოყავს აქ. ბოლტ, აბა მიდი. კაი, ბოლტმა ვერ დაატრია, ალბა ეს რა. ო, ესეც ჩვენ რა ხელასაკია. არა. აუ ესეც დავიდაღლილი. აუ ახლა კაი ცხენი რეკოს გამიტყდება. კაი შენ. კაი რა. დაღლილები არიან. და ნორმალური ცხენით ვერ ნახეთ. აი ჟირაფი. კაი, აქ ისევ სიმწვანეა. მაგრამ ნახე, არც ერთი ბალახი არ არის შეჭმული და დიდი ალბათობით საერთოდ არ არიან აქეთ. ეს რა არის? ხო არის ჩვეულებრივი. პატარა ლაბირინთივით არის რა, რამხელა ადგილებია. ხეებთან არიან ხოლმე და ეს ცხენები და იქნებ. ოპა, ეს აფრიკა არის? თუ როგორ არის ამათ საქმე? აი გენების დივერსიფიკაცია რო უნდა და იმას. მოიცა. გენების დივერსიფიკაცია ხომ უნდა და რომელიღაცა იყო. აი ეს გავუშვით, იმდენადაფეში არ ვარგა. დივერსიფიკაციას გავუკეთებს ახლა ქაურობას. მართლა უზარმაზარი რუკა არის. და ერთ ჟირაფი კიდე წავიყვანოთ. ერთი ჟირაფი ჩვენთვის ერთი იქით გავუშვათ. ეს არის გიჟი ცხენები რაღაც. არც ცხენი არ არის, გამეთუ მკითხა. არა, საშინელებებია. მადლობა. გაიხარე. აბა, აქეთ ნახოთ რა ხდება. ოკეი. აქეთ ირმები არიან. მოდი. უკვე აღარ ვიცი მე რამდენი ცხენი ყავს მანქანაში, მაგრამ არა უშავს. გადავარჩევ მე კარგად. კაშკარ საინტერესოა. ოპა, ესე ლაივში პირველად ნახე. ოპა. ცხენი ხარ წავიყვანოთ.
ეს მისი შვილის წავყვან, მოდი. არ ვიცი ამდენი როგორ ეტევა მანქანაში, მაგრამ ოკეი. ახალი გზა. რა საინტერესო აქ ეს რაღაც ისთვის არის ეს მწვანე ძალიან საინტერესო. კაი, მოდი დღეს აქ დავასრულოთ. შემდეგ ეპიზოდში უკვე მივალთ სახლში და გავაგრძელოთ იქიდან. მადლობა ყველაფრისთვის და ლაიქი არ დაგავიწყდეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.